როგორც აღნიშნეთ, ეს არის ჩვენი წმინდა ქალბატონების სენების დღე, მენერტასხებლებისა, რომლებიც უფალს ემსახურებოდნენ, რომელთაც თავიანთი ახოვნებით, სარწმუნოებით, სიწმინდით დაიმსახურეს კვირის რიგებში პირველი მათი ხსენების დღე. არა შემთხვევითი, რომ პირაცხოდობის შემდგომ პირველივე კვირა მათი ხსენების დღე არის. ეკლესია მათ მიმართ პატივისცემას გამოხატავს, გამოთქვავს და ჩვენს დედებს, შვილებს, დებს აძლევს მაგალითს, როგორი უნდა იყოს ქალბატონების მსახურება. პატარა სიტყვა აქვს თქმული წმინდა მღვდელმთავარ ლუკას და მინდა რომ ეს თქვენ წაიკითხოთ. გილოცავთ, ყველას გილოცავთ, კეთილო ქალებო, ყველას ვინც ჩემთან ერთად ლოცულობთ. გილოცავთ თქვენს ქალთა დიდებულ დღესასწაულს. აი ესა ნამდვილი ქალთა დღე. რომ მოიგონეს 1 მარტი, 3 მარტი, 8 მარტი. ესა ქალების ნამდვილი, როცა არის მათი ხსენების დღე. მენერტასხებელე დედათა კვირას აუცილებელია კარგად გაიაზროთ, თუ რით გავალდებულებთ თქვენ ეს დიდებული დღე, რათა გაიგოთ, რატომ აქვს ასეთი უზარმაზარი მნიშვნელობა მენერტასხებელე დედათა კვირას. უფალი ჩვენი იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ პირველად რატომ არ მოევლინა თავის მოციქულებს და სწორედ მათ მენერტასხებელე დედებს გამოეცხადა? რატომ? იმიტომ რომ უფალი იცნობს ქალისა და მამაკაცის გულს. ცხადია, ქალთა გულების განსხვავდება ერთმანეთისგან და ღვთის წინაშე ყველა არ არის სპექტაკლი. არც ყველა ქალს გააჩნია სრულყოფილი გული. რამეთუ ვიცით, რომ ბევრი მათგანი ბოროტია, რომლებზეც ძველი დროის ბრძენმა ისუ ზირაქისზემ ბრძანა. ყოველგვარი ჭრილობა დაითმინება, მაგრამ არა ჭრილობა გულისა. ყოველი სიავე, მაგრამ არა სიავე ქალისა. ბევრია ასეთი ბოროტი, მაგრამ ცხადია, ბოროტებასა და დაღუპვის გზაზე მყოფთ არ შეეხება ჩვენი დღევანდელი საუბარი. დღეს ვისაუბრებთ მხოლოდ მათზე, რომლებმაც მთელი გულით შეიყვარეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მისი გულისთვის ყველაფერი მიატოვეს. ეს უფლის წმინდა მენერტასხებელე დედანი არიან. მთელი თავიანთი ძალა და გულმოდგინება უფალ იესო ქრისტეს მსახურებისკენ მიმართეს. მისი ხორციელი საჭიროებების მოსაგვარებლად. ისინი ყოველგვარ ქალურ სამუშაოს ასრულებდნენ, რაც მას ესაჭიროებოდა. თუმცა მხოლოდ ეს არ არის ამ დიდებული ქალების მენერტასხებელე დედების დამსახურება. მათ უპირველესი ღირსება არის ის, რომ გულით სპექტაკლი წმინდა და სრულყოფილნი იყვნენ ღვთის წინაშე. უფალმა იესო ქრისტემ თავისი გამოცხადებისათვის სწორედ მენერტასხებელე დედები აირჩია, რადგან იცოდა, რა რიგ სუფთა, წმინდა და სრულყოფილია ქალის გული. თუ კი ის არა ბოროტების, არამედ სიკეთის გზით მიდის. იცოდა მაცხოვარმა, რომ ქალები და პირველ რიგში
მენაცაცხებლე დედები სრულიად სხვაგვარად აღიქვამდნენ კვეთი დაავდომას ვიდრე მამაკაცები მისი წმინდა მოციქულები უფალმა ისიც უწყოდა რა რთული იქნებოდა მისი ზოგიერთი მოციქულისთვის წმუნება იმისა რომ მის წინაშე ყუდრეთით აღდგომილი ქრისტეა მენაცაცხებლე დედათათვის კი ეს გაცილებით იოლი იყო ისინი მომხდარს უშუალოდ იგებდნენ მათი ქალური აღქმა სრულიად განსხვავდებოდა მამაკაცის აღქმისგან ქალები ჭეშმარიტებას სიკეთეს და მარს უშუალოდ მთელი თავიანთი არსებით აღიქვამენ უპირველესად კი გულით აღიქვამენ ჭეშმარიტებას მამაკაცები ასე არ იქცევიან ისინი ჭეშმარიტებას აღიქვამენ თუ კი ამას გონებით ირწმუნებენ მათ გონებრივი მტკიცებულება ესაჭიროებათ და არა მტკიცებულება გულიდან წამოსული როგორც ეს ქალებს ახასიათებთ სწორედ ამიტომაც ასე გაუჭირდათ მოციქულებს ამის დაჯერება და ამ მიზეზითვე ასე იოლად და უშუალოდ ირწმუნეს მენაცაცხლებლებმა რომ მათ თავად კვეთით აღდგარი უფალი იესო ქრისტე გამოეცხადათ აი რატომ გახდნენ ღირსნი მენაცაცხებლე დედანი ამ უდიდესი პატივისა და ბედნიერებისა პირველებს ეხილათ კვეთით აღდგარი უფალი მათი გული სპექტაკლი იყო და იოლად აღიქვამდა ჭეშმარიტებას და სწორედ ამიტომ პირველად მათ მოევლინათ უფალი იესო ქრისტე რით გავალდებულებთ თქვენ ქალებს ეს დიდი პატივი რომელიც უფალ იესო ქრისტესგან ერგოთ მენაცაცხებლებს ბევრს ძალიან ბევრს გავალდებულებთ ყველა თქვენგანს ავალდებულებს იმას რომ სწორედ ისინი წმინდა მენაცაცხებლე დედები იყვნენ ნიმუშნი წმენისა იმედისა და სიყვარულისა ყველასათვის კეთილი და ბოროტი ქალებისთვის როგორც წმინდა მოციქულები იყვნენ მოწოდებულნი ქცეულიყვნენ მაგალითად ყველა ადამიანისთვის ხოლო როგორ მაგალითად შეიძლებოდა იქცნენ ეს დედები უფალ იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დროს როდესაც მენაცაცხებლე დედებისა და მოციქულების მას კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ მათ შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთი სიყვარულით სავსე ზრუნვა არ მოეკლოთ მაცხოვრისა და მისი მოციქულებისთვის და როდესაც უფალი კვეთით აღდგა და 40 დღის შემდეგ ზეცად ამბაღდა უშუალოდ მისი მსახურება შეუძლებელი გახდა მაგრამ უფლის მსახურება განსხვავებული გზითაც არის შესაძლებელი განა არ იცით რომ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესთვის ყოველი უპოვარი ყოველი უბედური მშიერი და შიშველი მისი უმცროსი ძმა განა არ ვიცით რომ საშინელ სამჟავროზე მარცხნივ დგომებს იგი მიუგებს რამე თუ მშიოდა და არა მესტნე ჭამადი წყუროდა და არა მასვით მე უცხო ვიყავ და არა შემიცლარეთ მე შიშველ ვიყავ და არა შემოსეთ მე უძლურ ვიყავ საპრობილესა და არა მოხვედით ჩემდა დაიტყვიან უფლის განჯით განსვიფრებულნი უფალო ოდეს გიხილეთ ჩემ მშიერი ანუ წყურიელი ანუ უცხოებასა ანუ შიშლოებასა ანუ უძლურებასა ანუ საპრობილესა და არა გსახურეთ შენ და ასე უპასუხებს მათ უფალი იესო ქრისტე ამინ გეტყვი თქვენ რაოდენი არ აუყავთ
ერთს ამას ცერთაგანსა მე არა მიყავთ. მას ასე ეს უმცროსი ძმები მშიერი, შიშველი, საბრალო, სნეული და უპოვარი ადამიანები დგანან თქვენს წინაშე. ქალებო, რომლებსაც გსურთ მიემსგავსოთ მენათესხებელე დედებს. მათ შეგიძლიათ დღესაც ემსახუროთ თქვენი მზრუნველობით, სიყვარულითა და გულსმოდგინებით და მათი სახით თავად უფალ იესო ქრისტეს მოიმსახუროთ. ამინ. ანუ როცა ადამიანი ამ შემთხვევაში ქალბატონი ემსახურება გაჭირებულს, დავრდომილს, ღატაკს, მშიერს, ეს არის მსახურება თავად უფლის წინაშე. და მსახურება უფლის. აი ჩვენს ქალბატონებს ღმერთმა ამისი ძალა მისცეს, ულოცავთ ჩვენ დღევანდელ დღესასწაულს, მათი მფარველების სენების დღეს, როგორც ჩვენ წეყან აღნიშნეთ, აი ამ წმინდა დედებმა დიდი მოშურნეობა, დიდი მხნეობა გამოიშინეს, მათ დაუდევეს თავიანთი სუსტი ბუნება, მათ არ ჰქონდათ დიდი ქონება, შემოსავლები, რაღაცა სიძლიერე, მხედრები, არამედ ფეხით, ქადაგებით დაიწყეს მათ მაცხოვრის ცხოველმყოფელი სწავლების ქადაგება და მთელს სოფლიოში იქადაგეს ქრისტეს ჯული. ზოგიერთი მათგანი ჩავიდა იმპერიის დედაქალაქში, წარდგა მეფის წინაშე, მეფეს ახარა ჯვარცმული და ამდგარი ქრისტე, ბევრი მათგანი აწამეს, ზოგი რა ვიცი ყირამალა დაკიდეს, ზოგი გაატყავეს, ზოგს რა უქნეს, მაგრამ მათ მაინც შიშის გარეშე ეს ყოველივე აღასრულეს. მაშინ როცა მოციქულები დაბრუნდნენ, დაიმალნენ, ზოგმა გაყიდა, ზოგმა უარყო, ზოგი შეშინდა, ზოგსა დაემართა, აი ეს დედები მაცხოვარს მიჰყვებოდნენ ჯვარცმის დროს, მას დასტიროდნენ და მათ იხილეს ჯვარზე აღსრულებული უფალი. ამიტომაც მათ პატივი ერგოთ და მათ პირველად მოისმინეს მაცხოვრის აღდგომის უცხება. ვერთმა დაგლოცოთ და ვერთმა დაგვიტყვით.